მოგესალმებით არსებული ობიექტიდან უკვე ქონა მოსამება რაერთჯერ უკვე თან პატარა მინი ვიდეოებითაც არსებულ ფარჩი როგორც თავიდან გავმარტე პროექტის შესაბამისობაში ყოველს პროექტს კი არ ვერგებით ჩვენ როცა პროექტი გვაძლევს საშუალებას იმისა რომ განვახორციელოთ დამკვეთის ის პირობა რასაც მოითხოვს აი ეს არსებული ეგრეთ წოდებული უკვე სადენები ნიშნულია იმისა რომ პირველ კითხულობს ხოლმე ხო შეიძლება მხოლოდ იატაკის გათბობა კი შეიძლება თუ გვაქვს იატაკის ფართობიდან აღებული და ამასობაში ყოველთვის შესაბამისობაში უნდა ქონდეს დანაკარგები სხვადასხვა ეს იქნება ყველაზე ცივი ზონა მაგიტომაც ორი კონტური ხო ერთი კონტური 100 მეტრა მაგრამ ყოველთვის ჯობია რა თქმა უნდა 50+50 100 მეტრიანი კონტურის მუშაობს და თავის შესაბამისობაში თქვენ წარმოიდგინეთ იქ სადაც საჭირო 100 მეტრიანი კონტურებსაც ვახვეთ მაგრამ როცა არის ხო აი ეს ჩრდილოეთ მხარეა და დანაკარგიანი გვექნება პრაქტიკულად აქეთ ამხრიდან მზე ზამთარში არ მოუდგება ამიტომ დანაკარგი იქნება ეს მხარე ვინაიდან ეს არის გარეთ გამოვალი კედელი ეს არის უკვე შეგეთ მეზობელთან გამიჯნული კედელი ანუ ზემოთ მეზობელი გვყავს ამ შესაბამისობაში გვექნება ვიტრაჟი აი ეს კედელი აი ეს მონაკვეთი დანაკარგი და ეს იქნება საძინებელი აი ეს კედელი ამიტომ ორი კონტური ხო და სტანდარტს არ ვცდებით ვინაიდან არსებული ფართი ხო ფართი კიდევ ჯერ ვიზახი ფართი გვაძლევს იმის საშუალებას არ მოედგინეთ ხო მშვენიერი ორი კონტური ჩაეხვა ჯანსაღი კონტური ვინაიდან ძალიან დიდი დაშორებაა აქედან როცა კოლექტორები განსაკუთრებულად არის აივანზე ხო როცა დიზაინში ყველაფერი ჯდება და რატომაც არა ამას მეც ვიმხრობი და ამას გავმართავ როცა აივანზე გავა რომ კოლექტორი მოაქციოს შიგნით რაღაცა ადგილი უნდა წავართვათ ვინაიდან ყველაფერი უკვე არის დაგეგმარებული მაგიტომ ხო ყოველთვის ჩვენ ვეყნობით სტანდარტებს ნორმებს არ უნდა გაუბოდეთ და ამ შესაბამისობაში თქვენ წარმოიდგინეთ აქ კიდე გვექნება რეკუპერაცია ანუ ჩაკეტილი სივრცე ვინაიდან კარებით არის გამიჯნული და რეკუპერატორი და არა ფანჯრების და სტეკლოპაკეტების გადმოკიდება არაფრის მომცემი არაა გარდა ერთისა დანაკარგები თქვენი ხარჯები უნდა გაიტყორსოთ გარეთ და რეკუპერაცია გვაძლევს იმის საშუალებას რომ მივიღოთ ამიტომ ქვია ხო სიტყვა თვითონ მიგვითითებს ამაზე ხო დანიშნულება მისი რეკუპერაცია ეს არის გაცვლა ხო 1-2-3 შემოსული გარედან ტემპერატურა უბრალოდ ჰაერის ტემპერატურა უკვე თბება აქ არსებული სივრციდან გასულ ტემპერატურას გაცვლის შესაბამისად ამიტომ თერმოსტატით მართვა ეს არის ცალკე კონტური ჩავთვალეთ რომ ეს არის ცალკე კონტური კი არა ეს არის ზუსტად ცალკე კონტური ვინაიდან თერმოსტატით გაითიშება უშუალოდ საძინებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაერთიანებული მაგიტომ სივრცე ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული კარტა ეგრეთ წოდებული კარტა ეს ორი კონტური ვინაიდან 4 მილი ესე იგი ამიტომ ამ შესაბამისობაში შევიწროება კარტა თქვენ ენაზე ვაგიხსნათ მემონტაჟების სასაშლებად ეს ხო ვინაიდან როცა კარტა შევიწროება ხდება სიაშკის ის იმ ეგრეთ წოდებულ უკვე ხაზში გარესის დეფორმაციას ამიტომ ეგრეთ წოდებული დემპერული ეგრეთ წოდებული ხაზი უნდა გაივლოს ზუსტად აი კარების სივრცეში მაგიტომაც რომ განისაზღვროს მილმა დატვირთვა აუცილებელია ის მოექცეს გოფრაში გოფრებულ მილში ვინაიდან მას უნდა ქონდეს მოძრაობის საშუალება რო არ გადატეხოს ხო ვინაიდან ბეტონია ხო სიაშკი იგივე ბეტონია და გადატეხის შესაბამისად ის დააწובה და მილს ამის შეიძლება გადატეხოს ამიტომ უნდა დავიცვათ ამიტომ აუცილებელი არის მისი კარტის ეგრეთ წოდებული კარტის გაყოფა ამასაც კი ქვია კარტა ეს არის უკვე სააბაზანოში გვაქვს იატაკის გათბობა საშუალების გარეშე აქ კიდე კითხვის ნიშნის ქვეშაა ვინაიდან შეიძლება აღმოიჩინოს თავი ეგრეთ წოდებული ხო ელექტრო ამ შემთხვევაში გვექნება ელექტრო ხოლო ვინაიდან არის ორი ხო მიმართულება ჰიდრაულიკული ეს არის ის რა სისტემაზე იმუშავებს წყალზე და ელექტრო უშუალოდ იქნება დამოკიდებული არსებულ სივრცეზე ტემპერატურის ზღვარზე ვინაიდან მის მაშიდება მისი თერმოსტატი და იქნება ეგრეთ წოდებული თბილი კედელი რატომაც არა ხო აი არსებული ხო ჩვენი ნამოქმედარი როცა არის სპეციფიში და მოღვაწეობა აი ზუსტად აი შემცველობაში და ბოლო მაინც დანიშნულება ჩვენი ისაა შემცველობა კი ბატონო შემცველობა როგორც შევდივართ ისე გამოდივართ ჩვენ მაგრამ ჩვენ შემდეგ უნდა დარჩეს ის ასაც ქვია უკვე სტანდარტები ნორმები კიდევ ერთი ვიზახი თავს არ ვიქებ ამიტომ ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას ხო მოთხოვნილება დავაკმაყოფილეთ აქ იქნება ეგრეთ წოდებული უკვე ჩაშენებული არის მიმართულება ვინაიდან ეს არის ეგრეთ წოდებული ფალშ კედელი იქ გვაქვს ინსტალაცია აი ეს კიდე მქონდა და კიდევ ერთი გავიმეორებ არ დამიზარება დაბალე ამასობაში ვერ ხედავთ ხო ვერანაირი კლავის მას აქვს თვითონ უკვე მოწყობილობა ბოლოს როცა დავამონტაჟებთ ამას პრინციპში მე ყველაფერს აგიხსნით ვინაიდან ისეთდება ოროსოზე ცივი შესვლა ცხელს თვითონ აწყელებს და აი ვაკვირდებით ხო გამოსვლაზე ჰიგიენურისთვის ის პრინციპში უკვე თვითონ შეგთავს იმუნიტეტს აქვს არსებული მოწყობილობა ტრაპი ხო ყოველთვის ჩემი ტერმინოლოგია ის არ ჩანს მაგრამ ის არის უნდა იყოს ხო ამასობაში აფადარაძის გვექნება არსებულ ფარჩში ჩაშენებული ხო ჩაშენებული ეს არის ეგრეთ წოდებული უკვე სარტყელში გასწორებული ცივი ცხელი აქ არაფერი არ იცვლება უბრალოდ ცხელი ცივი შერევა კანალიზაცია ვინაიდან აქაც იქნება ეგრეთ წოდებული უკვე
დიზაინი, როგორც აი ეს 30 სანტიმეტრიანი ეგრეთ წოდებული თაროები. აქაც შემრევი, ეგრეთ წოდებული ტროპიკული და ეგრეთ წოდებული ყურმილი, ხო? ჩვეულებრივი მომენტია. იატაკის გათხოვა, აქაც არის გამიჯნული, ვინაიდან არის ცალკე სივრცე სააბაზანოში, როგორც ყოველთვის. შემაწუხებელი არ იქნება ჩემი ტერმინოლოგიები და ეს 100-ია, ვინაიდან სააბაზანოში შედივართ, აშხაბს ვიღებთ, ან ხო? საიმართულება აშხაბს ვიღებთ, ან ეგრეთ წოდებული უგებრეციშობი. ხელსაბათან მიდივართ და ან ტრონთან, ხო? ტრონი აუცილებელია. კანალიზაციის მილი, ვინაიდან კუხნის სექტორი არ ვავიწყდება, ხო? გვაქვს აი იქითამ ხარეს სამ შესაბამისობაში პრიცუში. ამასაც არ გავაბივართ, ვინაიდან რატომაც არა, ხო, 21 საუკუნეა და აქ უნდა ყოფილიყო იქითამ ხარეს მარცხენა, მაგრამ განლაგება დიზაინი შეიცვალა და განლაგების შესაბამისად პროექტი უბრალოდ შეიცვალა და პროექტის შესაბამისად გადაინაცვლა უბრალოდ სამზარეულომა იქითამ ხარეს. უნდა დავეყოთ ყოველთვის სტანდარტებს და ნორმებს ამ შესაბამისობაში მე ეს ქონა უკვე ასახული, ვინაიდან არსებული კანალიზაციის მილი იქნება 4-ჯერადი ეგრეთ წოდებული პრალივკით, ვინაიდან პირველი აქ გვექნება ეგრეთ წოდებული დამარბილებელი, წარმოიდგინეთ, ხო, 3 საათიანი, 4 საათიანი ციკლით, ხო, წნევით ეს ყოველთვის პრინციპში მილი გაირიცხება. ანუ ჯანსაღი ეგრეთ წოდებული ტროსომანიას გადარჩებით, ხო? როგორც ყოველთვის, ხო, ტროსომანიას მოდაში შემოვიდა. აი ეს ხო კანალიზაციის მილი გავართვით, იქ იქნება რა ქვია, სარეცხი მანქანა ჯიბეში. მშვენივრად მოექცა, აქაც კონტური გამიჯნულია, კარტები გამიჯნულია. შევდივართ ეს პირველ საძინებელში. აქ განლაგდება ეგრეთ წოდებული შკაფი. ამ შკაფშიც რა თქმა უნდა დირექტივას მივცემთ, რომ თლიანად ეცადეთ, რომ ნოლში ნუდებთ ხოლმე და დაუტოვეთ, ხო, ის ფეხი, იმ ფეხზე მე დეკორატიულ ეგრეთ წოდებულ ცხაურებს გავუკეთებ და ის სითბო ჯანსაღიც გამოვა გარეთ, ვინაიდან ნეპროჰესია, ხო, სხვანაირად აქ ფართი, ხო, ნებისმიერი ფართი, ჩვენთვის არის ნეპროჰესი, ვინაიდან მაგისტრალები, ამასობაში, ხო, წარმოიდგინეთ კოლექტორი გვაქვს აივანზე და აიმიდან ვატაროთ მაგისტრალები ისე, რომ არსად არაფერი გადაკეთვა არ მოგვიწევს, ხო, ეს გამორიცხულია, აი თუნდაც აი ეს მონაკვეთი, ხო, რაღაც ერთი 1 საათიანი ციკლით, ხო, ამასობაში ეს მილი უნდა აუხსნათ, ხო, ეგრეთ წოდებული უტკა, ჩვენ ენაზე ქვია ამას ეგრეთ წოდებული უკვე, ხო, უტკა, კი ბატონო, ეს გავუკეთოთ პრინციპში უკვე მილის დახრა, რომ დაწოლა არ ქონდეს კანალიზაციის მილთან შეხებაც არ ქონდეს და დაწოლას არ ქონდეს, ვინაიდან კანალიზაციის მილი ზემოთ არ წაიღოს. ამიტომ ამას ყველაფერი დრო ჭირდება. ისევე როგორც, ხო, გაჩვენოთ მე მისაღებში რომ გადავინაცვლებთ, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებული უკვე საფენს ჯერ ამასობაში სამონტაჟო კაპით, ეგრეთ წოდებული სპეც, ხო, კაპით აი ვაგვირდებით ხომ წვანაფერის. ჩანს ამასობაში და შემდეგ უკვე ეგრეთ წოდებული სოკვებით ვამაგრებთ. ის არ უნდა იყოს. ის არის ეს რო ვიცით ხოლმე, ხო, კიდე სეტკომანია, სეტკა არაფრის მომცემი არა და ამაზე სახელმომოში მექნება მე პოსტი, რომ ის არის ბუტოფორია. მით უმეტეს ხო არასოდეს არ გინახიათ ამასობაში რაღაც 1 წლის თავზე რომ გახსნათ თქვენ ეგრეთ წოდებული უკვე პეროგი, ხო, ნებისმიერი სეტკა იქნება შეჭმული. ვინაიდან მას უკვე პეაში ფიტავს, იჟანგება. ჟანგი ხო პროცესი რასაც ქვია ჟანგიანობა, ხო, არავის არ აუგზავნოს. ეს მეორე საძინებელში ეს მაგისტრალები არის. ძირითადად ეს მაგისტრალები ყველაფერი დაეფარება, ვინაიდან აქ იქნება, ხო, ამ საძინებელში იქნება შკაფ კუპე. ხო, ამასობაში აქაც თერმოსტატიკური მართვა უბრალოდ, ვინაიდან აქ ჯანსაღი სივრცეა, ხო, ამ ჯანსაღ სივრცეში დაბალ ტემპერატურაზე იატაკის გათბობის, ხო, ეგრეთ წოდებული მარკ კოეფიციენტი ზუსტად დაბალ ტემპერატურაზე გამოიხატება. მაგრამ ტემპერატურას ყოველთვის უნდა ვაკონტროლებდეთ, ამიტომ ის არასოდეს არ იქნება შემაწუხებელი. კორიდორი, ხო, სხვადასხვის, ხო, ეგრეთ წოდებული კონტურები გამოვიდა ზე იდეალურად, ასე ვიტყოდი მე, სუპერ იდეალურად კი არა, ზე იდეალურად, ვინაიდან ორი კონტურია აქ, ხო, ერთი კონტური რა თქმა უნდა სააბაზანოში, ვინაიდან კენეჯე ვიზა, ხო, მაგისტრალები. ხო, ხო, ეგრეთ წოდებული მაგისტრალები რომ მოვიდეს ამ კონტურამდე, ამ ხელა მანძილი უნდა გაიაროს, იგივე, აი აქ სააბაზანოსთან და იგივე კორიდორთან, იგივე იქ მისაღებთან. ამასაც იხილავთ ხა, რომ გავა აივანზე. აქაც იქ ერთი კონტური გამოგვიდა აქ, ვინაიდან აი მაგისტრალების ზღვარზე, ამასობაში ის მაგისტრალების ხო, ნახევარზე მეტი მოექცევა უკვე შკაფ კუპეს ქვეშ, ესეც მიღებულია, ვინაიდან ის ფეხი ზუსტად უნდა დაუტოვოთ და ის ჯანსაღი სითბო კედელზე წივლის ამასობაში უკანა მხარესას, ვინაიდან ნოლში არ უნდა მიადოთ. არასოდეს კედელზე და ეს ჯანსაღი სითბო გამოვა გარეთ, რატომაც არა მიღებულია, ყოველთვის სიმშრალე გვექნება და ჯანსაღი გარემო საცხოვრებელ ფარჩი, განსაკუთრებულად სააბაზანოებში. აი კიდე ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას, როცა ფიქრობთ ხოლმე და ამასობაში არ გვინა, ან გაობივართ, ან ფინანსურად არ გვაქვს საშუალება, რომ იატაკის გათბობა გავაკეთოთ ყველგან, განსაკუთრებულად უნდა მიაქციეთ ყურადღება, ხო, ამ კვეთებს გეხებათ, საომარო ამ კვეთებს სააბაზანოებში არც უნდა იფიქროთ, ყოველთვის უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან გექნებათ ყოველთვის ჯანსაღი გარემო საკუთარ სივრცეში და მით უმეტეს განსაკუთრებულად სააბაზანოში. აქ კორიდორში შემოსასვლელი არის, იქიდან ზოლიდან შემოდივართ, ეს არის უკვე მომიჯნავე მეზობლის კედელი, ამიტომ ერთი კონტური,
და ორი კონტური ნაკაც კარტა გაიყო. ვინაიდან აი აქ გაივლება ეგრეთ წოდებული დეფორმაციული ხაზი და ამასობაში აქ არაფერი კვეთა არ მოუწია გარდა ამ ორი კონტურისა. ამიტომ აქაც აუცილებელი დაცვა. შემოსასვლელი ზონა, რა თქმა უნდა, ახლა თანმიმდევრობას უკვე აღარ მიყვები, ხო? ვინაიდან არის ეგრეთ წოდებული კომბინირებული ჩაქსოვა, კიბე, ეგრეთ წოდებული ულიტკა, ვინაიდან კიბი დიდ ტემპერატურას ვასვით უკვე იმ განსაკუთრებულ ზონას და ამ შესაბამისობაში განსაკუთრებული ზონა არის კარები და ეს კორიდორი რაქეას კედელი რომელიც გადის ეგრეთ წოდებულ კორიდორში. ამიტომ ცივი ზონა თითვლება ის კედელის და ეს კარების, ვინაიდან გაიღო კარების იცივე შემოვიდა, ამიტომ მაღალი ტემპერატურა პირველ რიგში უნდა გავუშვათ პერიმეტრში, იქ სადაც გვაქვს აუცილებელი პირველ ხარისხოვანი დანაკარგი და შემდეგ უკვე შემოვიდით შიგნით. შიგნით უკვე არის მოქცეული ეგრეთ წოდებული ულიტკა. ამ შემთხვევაში ეს არის უკვე მისაღები, მშვენიერი განლაგებაა ამ მისაღებში გვახსოვს ხო? გაზიფიცირების მილი, წყლის მილი, აი ასე ხო, ხა წარმოიდგინეთ კიდევ ჯერ ვიზახი რა იქნებოდა ხო? აი ჯერ ესეთი ეს ყვითელი ფერი ხო? რა ვიცი, შეიძლება ეს ზოგიერთთვის ფენშუი იყოს, მაგრამ ამ შესაბამისობაში რა ვიცი, ჩემთვის ფენშუი უფრო ეს არის, ვინაიდან პერიმეტრში და ამასობაში ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის პერიმეტრში გადის წყალიც და გაზიფიცირებას, არაფერს არ დავაზიანებთ, ხო? ეხლა ხოთა თუ დავიწყეთ ამასობაში აქ, ხო? ხო, სანიღმე, ეგრეთ წოდებული სანიღმე მინდურის გვაქვს, ვინაიდან სულ იატაკის გათხოვა გვაქვს. თლიან სივრცეში, ორგვარი რადიატორების გარეშე, კიდევ ჯერ ვიზახი ფართი გვაძლევს ამის საშუალებას და რატომაც არა, ამას არასოდეს არ გავუბივართ. ამ ზონაში ეგრეთ წოდებული კიბე, შემდეგ უკვე შუა ზონებში შემოდივართ ულიტკა 1, ულიტკა 2, ის იქნება უკვე კუხნის ზონა, კუხნის ზონაში. ხო, აქ მშვენივრად მოთავსა კონდიციონერის ეგრეთ წოდებული უკვე შიგნითა და გარეთა ბლოკი, ისიც პერიმეტრში მოთხოვნილებას ყოველთვის აყალიბებს ეს ანატები და არის უკვე გარეთა ბლოკი დამონტაჟებული, ხო, აი მარჯვენა მხარეს, აი კიდეს გამ პრინციპში გამოჩნდა, ხო? მზიანი მხარე იქნება ეს, ამიტომ დაბალ ტემპერატურაზე ამ მხარეს ყოველთვის გექნება ეგრეთ წოდებული ჯანსაღი სითბო, ხო? ჯანსაღი სითბო, ვინაიდან ორი ამ შესაბამისობაში ეს სივრცე იქნება, ესე იგი 1, 2, 3, 4 კონტური ერთ თერმოსტატზე. ცივ ზონაში, ხა წარმოიდგინეთ, ხო? 4 კონტური ერთ ზონაში. რა სითბოს მივიღებთ აქ დაბალ ტემპერატურაზე, ხო? დაბალ ტემპერატურა ეს თქვენაზე რომ გამარტოთ, ჩვენ ეს იქნება 30-35, 40 გრადუსი. ო მაქსიმუმი 40 გრადუსი და 40 გრადუსით ვიღებთ ჯანსაღ სითბოს. აი ეს არის ჩვენი ნეპროჰესი. ხო დავით, ნეპროჰესი, ხო, თავისი კვეთებით, ხო, რა ვიცი, აი ეს ერთი კვეთა ევროპისკენ, მეორე კვეთა აზიისკენ, რა ვიცი, მესამე კვეთა იქიდან გამოდის ამერიკისკენ, ის მეოთხე აფრიკისკენ იყოს. მაგრამ ძალიან ბევრი კვეთები მოგვიწია, მაგრამ ამ კვეთებსაც არ გავუბივართ, ვინაიდან ეგრეთ წოდებული ჩაღრმავება, ხო, კრიტიკულად არასოდეს, ვინაიდან ბეტონია, ამიტომ გვაძლევს იმის საშუალებას სანტიმეტრი, სანტიმეტრი ნახევარი ჩავიდეთ, ჩავაყოლოთ ისმენი, რომ გაიაროს სუბთანურზე რო სტიაშკის ეგრეთ წოდებული სისქე მოვიგოთ. ამიტომ აი ეს ყველაფერი უკვე დანაკარგების გარეშე მაგისტრალები არის შეფუთუნებული, ჩვენაზე, ხო, გაცრავად შეფუთული ამასობაში და აი, ხო, ბოლო სკოლის პრინციპში ნეპროჰესის დაბოლოება არის საქვაბე. ამ შესაბამისობაში იატაკის გათხოვების ეგრეთ წოდებული უკვე კოლექტორი, ხო, კოლექტორი ხარჯზოვებით და ეს არის წყალმომარაგება. ეს არის ეგრეთ წოდებული ერთი რეცირკულაციის, ხო, ამასობაში აქ გვექნება კიდე დამარბილებელი, წყლის დამარბილებელი, აკვადარაზის გვექნება ფილტრაცია მიკრონული, ხო, საქვაბე ჯეჯერობით სპეციფიკი კი, მაგრამ ასე თანმიმდევრობით იქნება ურკონტურიანი ქვაბი პლუს რეზერვაცია, რომ ცხელი წყალი მივიღოთ 2 სველი წერტილზე, 2 სველი წერტილი გვაქვს, ხო, ამასობაში სააბაზონო დასადგმელი ვანის გარეშე, ეს დიდი პლუსია და 3,000 €. ამიტომ გვაძლევს ამის საშუალება, რომ 2 სველი წერტილზე თანაბრად ხარჯი, ხო, ამასობაში ხარჯის დეფიციტის, უпростоრად ხარჯის დეფიციტის გარეშე მივიღოთ ცხელი წყალი, ამიტომ ურკონტურიანი ქვაბი პლუს რეზერვაცია. მაგრამ რეცირკულაცია ამ სოფოში არის მანძილი, კი ბატონო, მანძილი გვაქვს, რომ ეგრევე მივიღოთ საშხაპეში ცხელი წყალი, ამიტომ რეცირკულაციის კონტური არ არის ურიგო. აი ასეთი სახით ვაბარებთ ჩვენ, ხო, ობიექტს ყოველთვის და ასე გავდივართ, ასე რომ შემოვათ, აი ეს უნდა დავხვდეთ ზუსტად ხო სამ ბარზე არის დაწნეხილი სისტემა არსებული იატაკის გათხოვების, ხო, ცალკე. ეს არის კონტური და წყლის სისტემა, უკვე სადაც ვინახევარი ორი კვირა პრინციპში უკვე იყო დატესტილი, ამასობაში 3 ბარი გვაქვს, ამ შესაბამისობაში საკ დაკეტილია ეს ორივეს და ორივეს. ამიტომ, ხო, როცა შემოდივართ, ზუსტად აი ესე უნდა დავხვდეს, ვინაიდან წყალმომარაგებაზე არაფერი შეხება არ აქვს, ვინაიდან წყალმომარაგებაზე არის ცალკე ეგრეთ წოდებული გამოყვანილი წერტილი, რომელსაც პრინციპში აქ, ხო, ჩვენს შემდეგი მორბედი მემონტაჟეები გამოიყენებენ, ხო, წყლის გარეშე ორ შემთხვევაში სარტყუებთ. ამიტომ, რა ვიცი, ელექტრიკებსაც მოგიწოდებთ ხოლმე, ხო, ამასობაში ეჯერ ქონა მე, ლუკა, დიდი მადლობა, ხო, ეს არის განსაკუთრებული და ეს არის სასიამოვნო, როცა შემოდიხარ და როცა ელექტრო განაწილება უკვე განხორციელებული არის, თითო ეგრეთ წოდებული რიზეთი,
უნდა დაგვიტოვოთ ამას კი ეგეთ წოდებული მუშარიზეტები. ეს არის აუცილებელი, კი, ეს არ არის ზურიგო, ყოველთვის ვინაიდან როცა შემოდის, ხო? ჩვენ შემოდივართ მემონტაჟები, ჩვენ შემდეგ კიდე შემოვლე მემონტაჟები, ხო? ელექტროენერგიის გარეშე ვერაფერს ვერ გამახორციელებთ. ამიტომ დაგვიტოვოთ ხოლმე, ჩვენს გვეცით ხოლმე პატევი. გაზიფიცირება, აი, გავყით ხო, ამასობაში ეს ჩვენი განხორციელებული არის ცენტრალური შემოსვლა, ხო, ვიხილეთ აქ რა პროცესის განხორციელება და შემდეგ მეორე ეს არის უკვე განაწილება და შედის სამზარეულოში და სამზარეულოში გამოდის აგერ პატივცემულებო კედლიდან. ხო, არაფერი არ გამოგჩა, როგორც ყოველთვის და არსებული პროცესი, ამას კი უკვე პირველი პროცესი დასრულებულია. მეორე პროცესი გვექნება ჩვენ აქ საქვაბე. და რა თქმა უნდა, რა ვიცი თუ ნაკვეთი მოინდომებს, ეგრეთ წოდებული სანტექნიკური ფურნიტურის დამონტაჟება, სანტექნიკური ფურნიტურა არის გარეთ, ეგრეთ წოდებული უკვე დეტალიზაცია, უნიტაზი, შემრეები, ხელსაბანები და ასე შემდეგ. ეს იქნება უკვე ყოველთვის დამოკიდებული, როგორც ჩვენი მომავალი დამკვეთებსაც გეხებათ ეს. ესეთი სახით, ხო? ასეთ აფიო დადებით ნოტაზე, ჯეჯურობით, ასეთი სახით პირველ პროცესს დავასრულებთ. როგორც ყოველთვის, მომავალ შეხვედრამდე.